3 წელია რაც ეს ომი დაიწყო, ხო, რადიო ეთერებში, სააგენტოებში, აი ამას ვამბობ, ხო? არა მხოლოდ მე, ბევრი ადამიანი ჩემთან ვინც დადის, მათი დიდი უმრავლესობა. ნუ მოკლედ რა, ეს ხო არ იყო ის. ამდენად ძალიან მარტივ რაღაცებს როდესაც ვერ ხედავ. იმიტომ რომ არ გინდა რომ დაიწყო. თავი ხო ეს არის, რომ არა ამ სადისტებს, ამ ბოროტებს და ეს სხვა არის, შენ დამოკიდებულება და განწყობა არის ცალკე და პროცესი ობიექტურად რომელიც არის ცალკე, ისტორია არის ცალკე და ეს ისტორია უნდა იცოდე და ისტორიაც არიცი. არიცი ელემენტარული რამ უბრალოდ რა ინფორმაციას, იმიტომ შენი თავი წყარო არის ინგა გრიგოლიას ტოქ-შოუ რა. და დეგენერაცია ამიტომაც ხდება, ხო? იმიტომ რომ აი ის თამასა ინტელექტუალური, აი ეს არის რა, რის ათვისებაც მათ შეუძლიათ. და ყავთ ეს თავისი აუდიტორია, რომელიც იკვებება ამ ფსევდო კვაზი რაღაცა იდიოტური ხო, მაგრამ ამ ახალ რეალობას რო შეეჯახებიან ესენი, რაც დადგება საბოლოო ჯამში, იმათი საქმიანობის ის გაუფასურდება ამ ტელევიზიების რა. ესე მგონია ყოველ შემთხვევაში იგივე ლიბერალურ იმაში ხوار ჩარჩებიან, როდესაც ლიბერალიზმი დამთავრდება. არა, იქ უკვე სხვა, ეს უკვე დევიაცია, აი რაც ელისაშვილმა გააკეთა, ეს არის დევიანტური რეაქცია, ხო? ანუ შენ აი ეს ხო სტადია არის შეგუების, ხო, როდესაც ჯერ ის აღწნობიერებები, რაღაც ევაჭრები, მე ეგუები და უმრავლესობისთვის გამოსავალი რა არის? ესე იგი, ეს არის ბუნებრივად ძალიან ახლა, ხო? თავისთავად მიიღებენ ამ იმას გადაწყვეტილებას ემიგრაცია. მეორე შიდა ემიგრაცია, აი ჩაიკეტება თავით შესაბამისი შედეგებით, ეს ასოციალიზაციას ნიშნავს და შეიძლება ზოგიერთი თქმა მართლა დაამთავროს ფსიქიატრიულ კლინიკაში თავის. აი ეს არის და აბსოლუტური ხო ეს ასოციალური მოქმედებები, ამ ასოციალური მოქმედებების აყვანა უკვე როგორც აი სამაგალითო რაღაცა ქცევა, ხო, გაცნობიერებული ქცევითი სტრატეგია, რომ აი ეს დაწვი, ეს ვანდალიზმი, შეურაცხყოფა, ეს ელისაშვილის ეს ხო ეს პირველი შემთხვევა არ არის. დინარაძეს რომ მიეყვა ხო გვახსოვს, ალიბაბაების აი თავისთვის რუსთაველის გამზირზეთა. ხო, ესეც და უამრავი იქ სპეცნაზ რო დაუწყო დეკლამაცია რაღაცის, ვიმათმა რომ გადმოაფუთხეს მე ხო გვახსოვს, ხო? ეს ანუ რაც ჩვენ ვიცით, რაც ვიდეოს მიერ რაც არის დადასტურებული, ეს არის მეოთხე ესეთი ქცევა, ხო? ესე იგი აქ უკვე სისტემა არის. ეს არის რეაქცია იმაზე, რა ხდება გარეთ, რომ ამას ვერ ეგუება, ბოღმა აღჭობს, რესენტიმენტია, აი კლასიკური, რომ ამას ვერ ერევა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ეს უნდა იყოს ამ ქვეყანაში და ის უნდა განსაზღვრავდეს ამ ქვეყნის ბედს.